ეს არის სტანდარტული მდგომარეობები. აქ უფრო ტანმაღალ სტუმრებს აქვთ უპირატესობა, თუმცა აი ამ სიტუაციაში, ასეთ სიტუაციაში შანსი არ არის. ანგარიში გაიხსნა ჰაკიმ ზიეჩი. ძალიან სწრაფად გაყავს მას წინ. ამსტერდამის აიაქსი უკვე მესამე წუთზე. დაიწყო აიაქსმა თავისი საყვარელი საქმის კეთება, გოლების გატანა. კლასიკური კომბინაცია, ტადიჩის პასი, ზიეჩის გოლი. სადა ვერმეერმა გუნდის გადარჩენა, თუმცა არ გამოუვიდა ჰოლანდიელ მეკარეს, ძალიან სწრაფად გაიხსნა ჩვენთან ანგარიში. ეს არის ის, რასაც ველოდით ნამდვილად. თავარია ფეინორდმა გაძლოს და თამაშს მალე არ დაეკარგოს ინტერესი. პრომესი იყო აქ ძალიან კარგი, რომელიც მშვენიერ ფორმაშია, მერე გააკეთა პასი ტადიჩზე და ანუ ამ უკანასკნელმა მე რამდენი შედეგიანი პასი გააკეთა, უკვე რთული დასასრულია. სუპერ სეზონები აქვს აიაქსის სერბ ატიანს. შეგორდა ბურთი კარში. მაგრამ იძულებულია უბრალოდ სერგეის ყურადღების გამახვილება. ტალიაფიკო უკვე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია და ესტი დაეწია ამ ბურთს ტადიჩი. უკან პასი კარგია ძალიან, აი ნერაშის ეს სრულმოძრაობა კი არაფერში აღარ ეწერა. კარგი პასი გააკეთა სამაკიერო. აი, ამიტომ არის ტალიაფიკო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი. მცველია რო? მცველია რო? არ ვიცი. არგენტინელია. არ ვიცი. მაგარი პასი იყო ძალიან. ნერეშის რბევა გრძელდება ფეინორდის. აი, კიდევ ერთხელ დესტმა მიუსტრო ამ ბურთს. კი ბატონო, არავით არ ეჭვები არ არსებობს. და როგორ შეირბინა ტალიაფიკომ, როგორ მიიღო მაგრესი კომბინაცია. აქაც შეეხო ვერმეერი ბურთს, მაგრამ მაინც შეგორდა მის კარში. ბრავო. ერთმანეთზე ლამაზი გოლები გააკა აიაქსს. ეს არის გუნდი, რომელიც ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ამ წამისთვის ევროპაში. და აგერ უკვე მეორე სეზონია რა ამ წამისთვის. რა გითხრა, ლიგაზე მქონდა მატჩი ჩელსისთან და სილაღის არაფერი ეწოდა იქ აიაქსს. კი. თუმცა იქაც თავისმა კონკრეტულმა ფაქტებმა შეუშალა ხელი, ხო? ეგეთო რა შეუშალა ხელი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არ ჩავერევით და სამწუხაროდ. ასეთი მატჩია, კარგი საყურებელი. აქაც იყო ჯარიმა, თუმცა ბურთით ამსტერდამელები რჩებიან და აი მესამეს გატანის იდეალური შანსი შეასრულა. ბრაზილიელია აბარასიზამდა. მე-10 საგოლე პასი დუშან ტადიჩს. ერეში 3-0. 10 საგოლე გადაცემა ჩატარებულ 11 შეხვედრაში, არ ვიცი. პლუს გოლები მიათვალეს. ხო, ის 6 ცალი. სუპერ ფეხბურთელია დუშან ტადიჩი, სუპერ გუნდია ამსტერდამის აიაქსი. პირველი სტამი თუ ამბობენ უკვე? რა ვიცი, ალბათ სტამი. მეც ეს მგონია რა, ალბათ უფრო სტამი. აი კიდევ ერთხელ, პრომესის ეს მომენტი, ძალიან რთული ბურთი, დაამუშავა. გავაკეთეთ ჩვენ ამაზე აქცენტი. აქ არ ვიცი, ოღონ თამაშგარე იყო თუ არა. მე რა პასებს აკეთებს, აი, რაც იდეალურ გადაცემებს აკეთებს შანტადიჩი. ლურცნერეშ დაუკარგა, შესანიშნავად დაასრულა ეს შეხვედრა. და იციან რომ მარცხენა ფეხზე არ უნდა გადაარანონ ბურთი, ასე ეთამაშებიან შესაბამისად, სენესი ამ შემთხვევაში კონკრეტულად, თუმცა ნერეშმა მარჯვენათიც მშვენივრად შეასრულა. ერიკ ტენ ჰაგი მაყოფილია. მოსპოლფე. ცუდი ის არის რომ ინტრიგა აღარ არის. ინტრიგა არის იმისი, რამდენს გაუტანს აიაქსი კიდევ. კარგი ის არის რომ აიაქსი ჯერ კიდევ თამაშის ხასიათზეა. ვერმეერმა მოიგერია დამატება და 4-0. ვანდებეკი გოლის ავტორი. არანაირი თამაშგარე რა დაუხვედრა თავი, საიდან, რანაირად, რა შეტევა საერთოდ. ზეიმი ფეხბურთის არა, აიაქსი. ხო, ნუ აი ფეხბურთი ბედნიერია რომ ყავს აიაქსი დღეს. აი ეს შემოგვაბარეს პრაგმატიზმი, შემოგვაბარეს შედეგზე თამაში. მაგრამ აიაქსს არც არასდროს აინტერესებდა და არც ეს დაინტერესებს. ანუ პროგრამა მინიმუმი რა არის ნიკა, რომ გაუტანოს 6. 6 რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში? ისე რომ არ გაუშვას 2. და პირველ ტაიმში ეს 6. რა ვიცი, ასე თუ გაგრძელდა. აქ ეჭვერ გვეპარება რომ ეს ცდილობდა კარში დარტყმას, თამაშგარე არ არის. ვანდბეკმა როგორ მოასწრო რეაგირება საერთოდ ამაზე, როგორ გაერკვა. ხო,